დედას პატიებას რის გამო სთხოვდით? ვაიმე ყველაფრის გამო. რაც ჩვენ ტკივილები გვაქვს მიყენებული ჩვენის ყველაზე საყვარელი ადამიანებისთვის და ამისთვის. ქონიათ ეს გულწრფელი საუბარი, როცა გითქვამთ, რომ ბოდიში იმისთვის, რომ შეიძლება ნერვები მოგიშალე ან გული გატკინე. აი ესეთი გულწრფელი როგორც სიკვდილის წინ არა. ონკოლოგია ქონდა ძალიან უცნაურია ენის. ხო, რაღაც არასწორი იმისგან პროტეზისგან იკბინა ენაზე არაერთხელ ეუბნებოდნენ, რომ არამცალია კონცერტი მაქვს, სპექტაკლი მაქვს, ხვალ მივალ, ზეგ მივალ და ეს მოხდა ეს საშინელება ეს და ექიმი მარდალეიშვილი არაჩვეულებრივი ექიმი და როგორ ეხვეწებოდა რომ აი დამიჯერებ ამისგან როგორ მე ხა ვერ უნდა ვიტლიკინო, ვერ უნდა ვიკვება, სხვანაირად უნდა დავალაგოთო და მოკლედ არა ვარ. იმდენი ახალგაზრდა წავიდა, აგერ ზურაც მაკაცებიო, ომი იყო, ეს იყო და ეხა მე ეს ბებერი ქალიო, ჯიჯგნა დავიწყო, მოკლედ არ მინდა. და ეს ღამე იყო რომ მივხვდი რომ უკვე ძალიან ცუდად იყო და ის კი არა უკვე წავიდა და დილამდე ესე მეზობლებს ხო არ გავაღვიძებდი, ხანდაზმული ხალხი იყო და ესე ვიწექით ერთად და ლაპარაკობდი და უყვებოდი და რა იცოდით რომ მკვდარი იყო? კი. კი, ნუ ვერაფრით ვერ უშველენ. დედა იყო ყველაზე ახლობელი ადამიანი თქვენთვის, ხო? რა თქმა უნდა. მისნაირი მეგობარი ყოლიათ? არა. მეუღლეს აქვს ეს კი სტატუსი, მაგრამ არის ხოლმე რაღაც მომენტები, სადაც ის მაინც გაპატიებდა ეს ყველაფერს უყვებოდით.